ამჯერად განვიხილოთ თემა წარმოების ფაქტორთა ბაზრების შესახებ. წარმოვიდგინოთ ასეთი რამ, რომ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ყველა ჩვენთაგანი, მათ შორის თქვენს, მას მერე რაც დაამთავრებთ თქვენს სწავლას, დგებით გარკვეული არჩევანის წინაშე, რომელიც დაკავშირებულია თქვენს დასაქმებასთან. ამჯერად ჩვენ გვაინტერესებს დასაქმების ის კონკრეტული ასპექტი, რომელიც პირდაპირ კავშირშია თქვენ შემოსავლებთან, თქვენს მიერ გამომუშავებულ ხელფასთან. ანუ თქვენ შესაძლებელია მოგეცეთ საშუალება იმისა, რომ გქონდეთ მაღალანაზღაურებადი სამუშაო და მისი უპირატესობა გასაგებია ცხოვრებისეული თვალსაზრისით, მატერიალური დაინტერესების კუთხით, იმ სარგებლის კუთხით, რასაც თქვენ მოგიტანთ, თქვათ, მაღალი გამომუშავება. თუმცა ამჯერად ჩვენ გვაინტერესებს მისი შედარებითი დახასიათება სხვა საქმიანობასთან, სხვა პროფესიებთან, ან დასაქმების რაღაც სხვა გარკვეულ სცენარებთან. როგორც ჩვენ ვაკვირდებით, ზოგიერთი საქმიანობა არის მაღალ შემოსავალთან დაკავშირებული, ზოგი კი დაბალთან. რა არის ამის განსაზღვრელი მიზეზი? როგორია კრიტერიუმები, რომელიც საფუძვლად უდევს თითეული სამუშაო ადგილის, თითეული ფუნქციის ანაზღაურების განსაზღვრას? ანუ არის აქ ძირითადი გადამწყვეტი, თქვათ, მორალური პრინციპი, არის აქ მთავარი ფაქტორი იმ სამუშაოს ხარისხი და საჭიროება თუ სარგებლიანობა საზოგადოებისათვის, რომელსაც თქვენ ასრულებთ, თუ საერთოდ რა არის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი აი ამ საქმიანობის უკუგების განსაზღვრაში ხელფასის და ანაზღაურების თვალსაზრისით. უკეთ ანალიზისათვის ჩვენ დაახლოებით აი ესეთი ინფორმაცია შეგვიძლია წარმოვადგინოთ, რომ მთლიანობაში შემოსავლების საერთო მაჩვენებელი, თქვათ 2005 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გახდათ დაახლოებით 12 ტრილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით. რაც გადანაწილებული იყო მთელ მოსახლეობაში, აღნიშნული თანხის დაახლოებით 3/4 მიიღეს მშრომელებმა ხელფასის სახით, ხოლო დანარჩენის 1/4 განაწილდა ეკონომიკაში მონაწილე სხვა სუბიექტებზე, თქვათ, როგორც არის კაპიტალის მფლობელები, ეს იყო რენტის შემოსავალი, ეს იყო მოგება თუ სხვა სარგებელი. ანუ დაახლოებით აი ამგვარი სურათი ჰქონდა ჩვენ 2005 წელს შეერთებულ შტატებში მთლიან შემოსავალთან, თუ შეიძლება დაახლოებით აი ესე უწოდოთ აი ამ მოვლენას. როგორც ხედავთ, როგორც აი ამ მოვლენის ანალიზი გვიჩვენებს, თვითონ მთლიანი შემოსავლის სტრუქტურა არის განსხვავებული სხვადასხვა მოქმედ სუბიექტებს შორის, ვინც მონაწილეობას იღებდა უშუალოდ შეერთებული შტატების ეკონომიკური სისტემის სიმძლავრეში. თუმცა საინტერესო არის ის, რომ თვითონ ერთგვაროვან სუბიექტებს შორის, მაგალითად მშრომელებს შორის, ან და თუნდაც კაპიტალის მფლობელებს შორის, ან რენტის მიმღებებს შორის, შემოსავლის ოდენობა, შემოსავლის მოცულობა თავისთავად განსხვავებული გახდათ. ის არ იყო ერთგვაროვანი და ერთნაირი მახასიათებლით არ წარდგა აი ამ სფეროს ყველა სუბიექტს შორის. ანუ მაგალითზე თუ ავიღებთ ჩვენ მაგალითად მშრომელთა ხელფასებს, აქ უნდა ძალიან დიდი სპექტრი დაწყებული დაბალი ხელფასებიდან საშუალო მაღალ ხელფასებამდე და ერთგვარად ეს იძლევა ძალიან საინტერესო სურათს იმისა, თუ რამდენად დივერსიფიცირებულია აი ეს სეგმენტი და მშრომელები გამომდინარე თავიანთი დასაქმების სხვადასხვა პოზიციებიდან, სხვადასხვა ხარისხიდან, სხვადასხვა მნიშვნელობიდან განსხვავებულ შემოსავლებს იღებენ.
ანუ ისმის კითხვა მაინც რაზეა, მეორედ ვსვავთ ჩვენ პრაქტიკულად ამ კითხვას, რაზეა დამოკიდებული შემოსავლის მოცულობა, შემოსავლის ოდენობა, რა განმაპირობებელი ფაქტორი არსებობს აი ამ მოვლენის, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებაში. ნუ პირველეს ყოვლისა, პირველი პასუხი შეიძლება იყოს ის, რომ ისევე როგორც სხვა მოვლენები, სხვა ბაზრები, აი აქაც ეს ბაზარი, შრომის ბაზარი ხასიათდება დაახლოებით იგივე კონიუნქტურით, იგივე შინაარსით და შემადგენლობით, რასაც ჩვენ ვეცნობობდით სხვა მოვლენების ანალიზის პერიოდში. ანუ აქაც ძირითადი განსაზღვრელი ფაქტორებია მიწოდება და მოთხოვნა. ამგვარად იმის სასახსნელად თუ რატომ არის სხვაობა კაპიტალის შემოსავალში, რატომ არის განსხვავებული იცის რენტის შემოსავლების სხვადასხვა მფლობელისათვის და რაც მთავარია შრომელებისთვის ხელფასებში რატომ არის ესეთი მნიშვნელოვანი სხვაობები, ზოგი მაღალანაზღაურებადი, ზოგი პირიქით დაბალანაზღაურებადი. ამისათვის ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ბაზარი, რომელიც აი ამ ფაქტორების მიწოდებას და მოთხოვნას არეგულირებს. შესაბამისად, აი მოთხოვნა მიწოდების მექანიზმის საფუძველზე ჩვენ გაგვიადვილდება უკვე დავინახოთ ძირითადი ის ზეგავლენის მომხდენი თუ ჩამომყალიბებელი, ასე ვთქვათ, ფაქტორები, რაც ქმნის წინაპირობას აი ესეთი სხვაობებისათვის. ამგვარად ჩვენ მოგვიხდება წარმოების ფაქტორთა ბაზრების თეორიის შესწავლა, მასში გათვითცნობიერება. თავისთავად წარმოების ფაქტორები სხვა არაფერია თუ არა რესურსი, რომელიც გამოიყენება საქონლისა და მომსახურების წარმოების პროცესში. ანუ ჩვენ მაგალითზე ეს გახდათ პირველ ყოვლისა ხელფასებთან დაკავშირებული ფაქტის მოშველიებისას ეს იყო შრომის ფაქტორი, შემდგომ რენტასთან მიმართებით ეს იყო მიწა და აგრეთვე გახდათ კაპიტალი, ანუ მანქანადაადგარების, მოწყობილობების, შენობების, ასე ვთქვათ, ფაქტორი აი ამ ეკონომიკური სამეურნეო ციკლში. სწორედ აი ეს ფაქტორები წარმოადგენენ შრომის ფაქტორებს, რომელიც განსაზღვრავენ მოთხოვნა მიწოდების პირობებს და შესაბამისად წარმოადგენენ ძირითად საფუძველს, რაც ჩვენ დაგვეხმარება იმაში, რომ გავაანალიზოთ შემოსავლების სხვადასხვაობა, განსხვავება შემოსავლისა თუ საიდან იღებს საფუძველს. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, თქვათ, როდესაც ჩვენ წარმოების ფაქტორის ბაზრებს ვადარებთ სხვა ჩვეულებრივი, თქვათ, ეკონომიკური მოვლენის ბაზრ, როგორც არის, თქვათ, საქონლის მოთხოვნა მიწოდების ბაზარს, აქ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ წარმოების ფაქტორზე მოთხოვნა თვითონ წარმოადგენს წარმოებულ მოთხოვნას. ანუ ამგვარად მოთხოვნა წარმოების ფაქტორზე წარმოიშვება იმ პროცესში, როდესაც საწარმო იღებს გადაწყვეტილებას, თქვათ, გარკვეული მომსახურების გაწევის თუ საქონლის მიწოდებისთვის ბაზრისთვის. აი სწორედ ამ პროცესში არის წარმოქმნილი მოთხოვნა ფაქტორზე და შესაბამისად იგი წარმოადგენს, ასე ვთქვათ, წარმოებულ მოთხოვნას. ამგვარად ჩვენ უკვე ვდგებით პირისპირ ისეთ მნიშვნელოვან მოვლენასთან, როგორცაც წარმოადგენს შრომის ბაზარი და სწორედ აი ამ შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ მნიშვნელოვანი დასკვნები ჩვენთვის საინტერესო საკითხში. ანუ შრომის ბაზარი თავისთავად წარმოადგენს სხვა ბაზრების მსგავსად იმ ადგილს, იმ სივრცეს, სადაც მოთხოვნა მიწოდება, ასე ვთქვათ, ხდება ერთმანეთს და ხდება დაკმაყოფილება და საბოლოო ჯამში წონასწორობის მიღწევა. მოთხოვნა მიწოდების, თქვათ, შრომის ბაზარზე მოთხოვნა მიწოდების ანალიზი, მოდით ჩვენ აი ამ
სლაიდის მეშვეობით მოვახდინოთ. სლაიდზე წარმოდგენილია ორი, ასე ვთქვათ, ბაზარი, ვაშლების ბაზარი და თავად შრომითი რესურსის თვალსაზრისით ვაშლების მკრეფავების ბაზარი. ამგვარად ეს ნახაზები ჩვენ საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ ვითარება კონკურენტულ ბაზარზე, სადაც როგორც ვიცით, ფირმა ფასის მიმღებს წარმოადგენს და თვალი გადავალოთ თუ რა მოვლენები ვითარდება, როგორ ეკონომიკურ პროცესებს აქვს ადგილი ამ ჩვენ დაკვირვებად ადგილზე. პირველ ყოვლისა ყურადღება მივაქციოთ, წარმოვიდგინოთ ჩვენ დაახლოებით ესეთი ვითარება, როდესაც მესაკუთრეს გააჩინა ვაშლის ბაღი, ბუნებრივია და იგი ზოგადი მოთხოვნა მიწოდების საფუძველზე ახდენს თავისი აი ამ სასოფლო-სამეურნეო პროექტის რეალიზებას, ანუ აწოდებს ვაშლის რაოდენობას ბაზარს და ბუნებრივია იგი დამოკიდებულია ფასის ნიშნულზე, რაც მეტია ფასი მიწოდება მეტია, ხოლო თავისთავად, როგორც გვახსოვს, მოთხოვნის მრუდი მიბმულია ასევე ფასთან, რომლის დაკლების შემთხვევაში, რომლის შემცირების შემთხვევაშიც მოთხოვნა, როგორც ვიცით, ასევე იზრდება. როგორც ხედავთ, არის რაღაც გადაკვეთის, ანუ წონასწორობის წერტილი, სადაც მიწოდება და მოთხოვნა ბალანსდება, წონასწორდება და სწორედ ეს არის აი ამ ბაზარზე ფასისა და რაოდენობის მიხედვით აი ამ კონკრეტული საქონლის, ასე ვთქვათ, მიწოდების ოპტიმალური მოცულობა. ანალოგიური ვითარება გვაქვს ჩვენ შრომის ბაზარზე, ანუ ვაშლის მკრეფავების ბაზარზე. ბუნებრივია, აქ საწარმო ხელმძღვანელობს მოგების მაქსიმიზაციის პრინციპით, ანუ მთლიან მოკრეფილ ვაშლს იგი მიაწვის ბაზარს, შემოსავლიდან თქვათ ისუმრებს საწარმო ხარჯებს, ძირითადად ასევე ერთ-ერთი ძირითად ხარჯს ვაშლების მკრეფავების ხელფას და დარჩენილ საფინანსო რესურსს, რომელიც წარმოადგენს მის მოგებას, უკვე მისი გადაწყვეტილებისამა მიმართავს შემდგომი ქმედებებისაკენ. ანუ აქ ნათელია, რომ ფირმა ვერ წარმოადგენს რაიმე მნიშვნელოვან გავლენას, ვერ ახდენს შრომის ბაზარზე, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ერთი ფირმა და პრაქტიკულად ბაზარზე ჩამოყალიბებულია მკრეფავთა, ანუ მშრომელის, ანუ შრომის დაქირავების ხარჯი, ანუ ხელფასის მოცულობა. შესაბამისად, აქაც შრომითი რესურსის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის არის გარკვეული ოპტიმალური წერტილი, რომელიც წონასწორობის წერტილია და სწორედ ამ ფასისა და აი ამ რაოდენობის, ასე ვთქვათ, გადაკვეთაზე ფირმა ოპერირებს, ახორციელებს თავის საქმიანობას და შემდგომი ნახაზი ჩვენ უკვე გვეხმარება იმაში, რომ ადვილად შევძლოთ, განვავრცოთ აი ამ პროცესში ძირითადი ფაქტორების მნიშვნელობა, როგორც არის შრომის ფაქტორის მნიშვნელობა და საერთოდ გავთვალოთ შრომის ფაქტორის, ასე ვთქვათ, მასშტაბი და ზემოქმედება საწარმოო პროცესზე. რა იგულისხმება ახლა კონკრეტულად? როგორც ხედავთ, ჩვენ გვაქვს ორი მახასიათებელი. ვერტიკალურ ღერძზე ეს არის ვაშლების ოდენობა, დაკრეფილი ვაშლების ოდენობა, ხოლო ჰორიზონტალურ ღერძზე რაოდენობა მკრეფავებისა, ანუ შრომის ძალის მოცულობა. როგორც ხედავთ, ერთი მკრეფავი მაქსიმალურ 100 ერთეულ, პირობით ერთეულ, თქვათ, ვაშლს კრეფავს. მაშინ, როდესაც დამატებითი სამუშაო ძალის კიდევ ერთი ადამიანის დაქირავება უკვე ვაშლის ბაღის ფლობელს მოუტანს დამატებით 80 პირობით ერთეულ ვაშლის, ასე ვთქვათ, კრეფას. მესამე ადამიანის დაქირავებისას, როგორც ხედავთ, უკვე დაახლოებით 240
პირობითი ერთეულია და ეს თანდათანობით კლებულობს. ანუ 5 შრომელის დაქირავების შემთხვევაში შესაბამისად დაკრებილი ვაშლის ოდენობა არ წარმოადგენს 500 პირობით ერთეულს, როგორც ერთი შეხედვით ჩვენ შეიძლება მოგჩვენებოდა თუ კი შევხედავდით შედეგს, რომელსაც იძლეოდა თქვათ პირველივე დაქირავებული შრომელის ჩაბმა აი ამ პროცესში, რომელსაც შეეძლო დაეკრიფა 100 ვაშლი. არა, 5 უკვე ჩვენ გვაძლევს დაახლოებით 300 პირობით ერთეულ მოკრეფილ ვაშლს. ანუ ჩვენ შეგვიძლია განვავრცოთ, რომ აი ეს ორი ძირითადი მახასიათებელი ვაშლის დაკრეფილი ვაშლის რაოდენობა და დაქირავებული შრომელის ოდენობა არის ორი ძირითადი პარამეტრი, რომლის კომბინირებაც გვაძლევს დახასიათებას ეგრეთ წოდებული საწარმოო ფუნქციისა. ანუ საწარმოო ფუნქცია წარმოადგენს სხვა არაფერს თუ არა საქონლის წარმოებაში გამოყენებული მასალების დამოკიდებულებას რაოდენობას და წარმოებულ საქონლის რაოდენობასთან. ანუ როგორია საწარმოო ციკლში ჩაბმული მასალების მოცულობის და საბოლოო ჯამში გამოშვებული, ასე ვთქვათ, პროდუქციის ოდენობა. აი ამ დამოკიდებულებას ზუსტად გვიხსნის ჩვენ საწარმოო ფუნქცია, რაც ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ აი ამ ნახაზზე, რომ საწარმოო პროცესში ჩაბმული ფაქტორების კომბინირების შედეგად თანაბრად არ იზრდებოდა გამოშვებული პროდუქციის, ანუ ჩვენ შემთხვევაში დაკრეფილი ვაშლის მოცულობა. ანუ აქ უკვე ჩვენ შემოგვაქვს ცნება შრომის ზღვრული პროდუქტისა, რომელიც წარმოადგენს პროდუქციის ნამატს, რომელიც შრომის დამატებითი ერთეულის გაზრდის შედეგია. ანუ ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ მეორე კრეფავის დაქირავების შემდგომ უკვე ერთეული გახდათ 80, მესამის შემთხვევაში 60 და ასე შემდეგ. ანუ ეს გახლდათ კლებადი ტენდენცია. შრომის ზღვრული პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ვიღებდით უკვე თითოეული დამატებითი შრომითი ერთეულის დაქირავებით, ეს იყო კლებადი. აი კიდევ ერთხელ მაინც დავუბრუნდეთ ჩვენ ნახას იმისათვის, რათა უკვე დავიმახსოვროთ. აი ვხედავთ, რომ საწყის ეტაპზე იგი არის აღმავალი და თანდათანობით იგი იღებს უკვე ჰორიზონტალურ ფორმას, რაც მაჩვენებელია იმისა, რომ კლებადია, ასე ვთქვათ, ზღვრული პროდუქტის მოცულობა. და ასევე დავახასიათოთ მოვლენა, რომელსაც ზღვრული პროდუქტის კლებადობა ქვია, რასაც ადგილი ჰქონდა ჩვენ შემთხვევაში, რაც ვნახეთ ჩვენ აი ამ რუდზე. იგი წარმოადგენს ფაქტორის ზღვრული პროდუქტის შემცირებას ფაქტორის რაოდენობის ზრდასთან ერთად. აკვე უკეთ რომ ასე ვთქვათ აღვიქვათ ეს მოვლენა, ეს კლებადი ტენდენცია მოცემული გვაქვს ასევე ცხრილის სახით მონაცემები და ვხედავთ ჩვენ ძალიან ნათლად, რომ პირველი ეს იყო 100, მეორე დაქირავების შედეგად ზღვრული პროდუქტის, ასე ვთქვათ, შრომის ზღვრული პროდუქციის რაოდენობა ეს იყო 80, შემდგომ როგორი კლებადია 60, 40 და საბოლოო ჯამში მეხუთე, ასე ვთქვათ, შრომის მუშახელის დაქირავების შედეგად უკვე ეს არის რაღაც მინიმალური აღწევს სულ 20. ამგვარად ეს ცხრილი, ისევე როგორც წინა ნახაზი, ძალიან კარგი თვალსაჩინოებაა იმისათვის, რათა ჩვენ აღვიქვათ შინაარსი შრომის პროდუქტის, შრომის ზღვრული პროდუქტისა და მისი კონკრეტული გამოვლენების, რასაც ადგილი ჰქონდა ჩვენ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, მისი კლებადობის ტენდენციისა. ასევე ყურადღება მივაქციოთ იმ მახასიათებლებს, რომელიც უკეთ გვიხსნის აი ამ მოვლენის არსს, ეს არის ფაქტორი, ასე ვთქვათ, ზღვრული პროდუქტის ღირებულებისა, რომელიც წარმოადგენს ფაქტორების ზღვრული პროდუქტის და წარმოებული საქონლის კომბინირებას, ანუ მათი ფასების ნამრავლს. და იგი როგორც წესი ადგილობრივ ფულად ერთეულში, ადგილობრივ ვალუტაში
ზღვრული, ესე იგი შრომის ზღვრული პროდუქტის ღირებულებას მის შემცირებას აქვს ადგილი მაშინ როდესაც დასკმაულთა რაოდენობა იზრდება, რადგან პროდუქციის ფასი არის მუდმივი. აქვე გავეცნოთ ნახას, რომელიც წარმოგვიდგენს პრაქტიკულად მოთხოვნას შრომის რესურსზე, შრომის ფაქტორზე და ამ შემთხვევაში ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება აი ამ რესურსისზე მოთხოვნის განსაზღვრისას ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება შრომის ზღვრული პროდუქტის ღირებულებას. როგორც ხედავთ, იგი დაღმავალი ხასიათის არის და ამის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი გახლავთ ის, რომ შრომის ზღვრული პროდუქტი კლებადია, ჩვენ როგორც ნახეთ. ანუ ყოველი დამატებითი ერთეული თქვათ მუშახელის დაქირავებისას ჩვენ გვქონდა უფრო და უფრო კლებადი რაოდენობა საქონლისა, ანუ ჩვენ შემთხვევაში მოკრეფილი ვაშლისა. შესაბამისად, აი სწორედ ეს ტენდენცია განსაზღვრავს იმას, რომ მოთხოვნა ამ შემთხვევაში შრომის რესურსზე არის დაღმავალი. ამგვარად ამ საკითხის შეჯამებისას ჩვენ შეგვიძლია უკვე გამოყვოთ აი ეს ძირითადი ფაქტორები შეჯამების სახით, რაც იწვევს შრომაზე მოთხოვნის მრუდის გადაადგილებას, ანუ მის ცვლილებას. პირველ ყოვლისა ეს იყო, როგორც გვახსოვს, ფასი, წარმოების ფასი, ვინაიდან ზღვრული პროდუქტის ღირებულება წარმოადგენს ზღვრული პროდუქტის და წარმოების ფასის კომბინირებას, ანუ მათ ნამრავლს. ამიტომაც, როდესაც ადგილი აქვს აი ამ ფასის ცვლილებას, შესაბამისად ზღვრული პროდუქტის ფასიც იცვლება და შრომაზე მოთხოვნაც იცვლება და მისი მრუდის გადაადგილებას აქვს ადგილი. მეორე ფაქტორი ეს გახლავთ ტექნოლოგიური ფაქტორი, ტექნოლოგიური ცვლილება. როგორც ვიცით, ტექნოლოგიური წინსვლა და გაუმჯობესება ახდენს პირდაპირ ზემოქმედებას შრომის ზღვრულ პროდუქტებზე, მისი ზრდის და გაუმჯობესების თვალსაზრისით, რაც თავის მხრივ აისახება უკვე შრომაზე მოთხოვნის მოცულობაზე, ანუ ზრდის შრომაზე მოთხოვნას და შესაბამისად ასევე ადგილი აქვს შრომაზე მოთხოვნის მრუდის გადაადგილებას მატების თვალსაზრისით, ანუ მარჯვნივ. ასევე წარმოების სხვა ფაქტორები, მათი მიწოდება ზეგავლენას ახდენს აი ამ მოთხოვნაზე, ერთი ან რომელიმე ფაქტორის რაოდენობამ შეიძლება გავლენა იქონიოს მთლიანობაში სხვა ფაქტორების ზღვრულ პროდუქტზე და შესაბამისად აი საბოლოო ჯამში ესეც იწვევს უკვე შრომაზე მოთხოვნის მრუდის გადაადგილებას. სწორედ აი ეს სამი ფაქტორი წარმოადგენს ძირითად ზემოქმედების ასე ვთქვათ განმაპირობებელ ფაქტს და ჩვენ ყოველთვის უნდა მხედველობაში მივიღოთ, როდესაც საუბარი არის იმის განსაზღვრაზე, თუ რა ასე ვთქვათ ცვლილებები ხდება შრომაზე მოთხოვნის თვალსაზრისით.